14 წლიანი კორუფციული საქმიანობისა და ხალხის მიზანმიმართული გაღარიბების შემდეგ ივანიშვილის მთავრობა ხალხს ისევ ატყუებს და ნაცვლად იბისა, რომ გაზრდილი ფასების შემცირებაზე რეალურად მუშაობდეს, მხოლოდ ბუტაფორიული კომისიის შექმნითა და ყალბი პროპაგანდით არის დაკავებული. ამის პირდაპირი დადასტურებაა სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ინფლაციის დონის შესახებ. იანვარში საქართველოს მოსახლეობა კიდევ უფრო გაღარიბდა, რადგან მიუხედავად ქართული ოცნების დაპირებისა, ფასები კი არ შემცირდა, პირიქით გაიზარდა. ოფიციალური ინფორმაციით 2026 წლის იანვარში წლიურმა ინფლაციამ 4.8% შეადგინა. ძირითადი ტვირთი ისევ აუცილებელ საჭიროებებზე და მოსახლეობის ძირითად ხარჯებზე მოდის. სურსათზე ფასები ერთი წლის განმავლობაში 10.6%-ით გაიზარდა საშუალოდ. ყველაზე მეტად გაძვირდა თევზეული, ხილი, პური, შაქარი, ხორცი, ზეთი, რძე და კვერცხი, ანუ ის პროდუქტები, რომლებიც მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თევზეული მაგალითად გაძვირდა 20.5%-ით, ხილი 16%-ით, პური და პურპროდუქტები 14.3%-ით, შაქარი 10.2%-ით, ხორცი და ხორცის პროდუქტები 9.7%-ით, ყავა, ჩაი და კაკაო 9.4%-ით, ბოსტნეული 8.8%-ით, ზეთი და ცხიმი 8.7%-ით, რძე, ყველი და კვერცხი 8.6%-ით. ქართული ოცნების ხელისუფლება ამას სტატისტიკურ ინფლაციას უყურებს, მაგრამ ადამიანური ენით რომ ვთქვათ, ეს არის ჩვენი ცხოვრების გაძვირება, რაც ყველაზე მძიმედ სწორედ დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ოჯახებს ურტყამს. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ იმაზე კი აღარ ვფიქრობთ, რა შეიძლება დავიმატოთ და ვიყიდოთ, არამედ ვფიქრობთ იმაზე, რა შეიძლება ამოვაკლოთ ჩვენ სამომხმარებლო კალათას და რა აღარ შევიძინოთ. გუშინ თუ პენსიონერს შეეძლო რომ შეეძინა პური, რძე და ცოტა ხილიც, დღეს უკვე იმავე თანხით მხოლოდ რძესა და პურს თუ იყიდის. ამავდროულად გაძვირდა ჯანმრთელობის დაცვაც წლიური მაჩვენებელი არის 8.3%. ექიმთან ვიზიტი, გამოკვლევები, მედიკამენტები უკვე ფუფუნებად იქცა და ეს ხდება იმ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის არც თუ ისე მცირე ნაწილი ქრონიკული დაავადებებით ცხოვრობს. მინდა ვკითხო ყველა იმ ადამიანს, ვინც ახლა გვისმენს. იმავე პროპორციით გაიზარდა თუ არა თქვენი შემოსავალი, რა პროპორციითაც გაძვირდა პროდუქცია. ამ კითხვაზე პასუხი ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ათასობით და ზოგ შემთხვევაში 10.000-ობით ლარით გაიზარდა ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, ყაველაშვილის, პაპუაშვილის, მდინარაძის შემოსავლები, მაშინ როცა 70 წელზე მეტი ასაკის პენსიონერებს 45 ლარით, ხოლო 70 წელზე ნაკლები ასაკის მქონეებს მხოლოდ 20 ლარით გაუზარდეს პენსია. საბოლოოდ მინდა საქართველოს ყველა მოქალაქემ გაიაზროს ის ამბავი, რომ ჩვენ იმ არაერთი გადასახადის მიღმა, რომელსაც რუტინულად ვიხდით, ქართული ოცნების ხელისუფლებამ დაგვაკისრა კიდევ ერთი გადასახადი, ინფლაცია, ერთგვარი უხილავი მოსაკრებელი, რომელიც წლების განმავლობაში გვაღარიბებს.